აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აზია-ოკეანეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის კონფედერაციის პრეზიდიუმის წევრი მალაიზიის სამეფოს საპატიო კონსული საქართველოში ჯემალ ინაიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დააჯილდოვა. როგორც უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, ჯემალ ინაიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პროფესიული მომზადებისა და შემდგომი დასაქმების საქმეში. აღინიშნა, რომ სწორედ მისი დამსახურებით ვერ განხორციელდა უპირობო აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება, რამაც სეპარატისტულ ხელისუფლებას არ მისცა საშუალება ეწარმოებინა ფარული საგარეო პოლიტიკური პროპაგანდა საერთაშორისო არენაზე აღიარებისა და დამკვიდრებისთვის. დაჯილდოების ცერემონიას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამას ხუბუა, საერთაშორისო კავშირების განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მჟავია და თბილისი დრაიპორტის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ეს ძალიან დიდი ჯილდოა ჩემთვის. რა თქმა უნდა, ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის აფხაზეთი იყო, არის და ყოველთვის იქნება ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ჩვენ ძალიან დიდი სატკივარი და ჩვენ ყველას გვაქვს იმედი, რომ აუცილებლად ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებით ერთად. რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ რამდენად მნიშვნელოვანია და ეს არის გარკვეულწილად ავანსად გადმოცემული ჯილდო. ეს ადამიანი ყოველგვარი ხმაურის გარეშე ჩვენი პრობლემის დაწყების პირველი დღიდან გვერდში უდგას დევნილ მოსახლეობას, მათი სოციალური დაცვა, პოლიტიკური დაცვა, ის ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იყო დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისაკენ, მათი დასაქმებისაკენ არაჩვეულებრივი წვლილი მიუძღვის ყველაფერ ამაში და დღესაც აგრძელებს სხვათა შორის ამის კეთებას. ამიტომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომ განსაკუთრებული დამსახურებისთვის ამ ადამიანის ჩვენი ასეთი ჯილდოს გადაცემის თაობაზე შემთხვევითი არ არის. თითო ოროლა ადამიანია, რომელმაც შეიძლება ბატონი ჯემალის გვერდით დავაყენოთ იმ საქმეში, რასაც აფხაზეთის პრობლემატიკასთან მიმართებაში მოღვაწეობა ქვია.